გამარჯობა, ინფორმაციით იმის შესახებ, რაც მოხდა ახალი შოუ ბიზნესში, ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, თუმცა ამ დაჯილდოებით დიდად არც მსმენელები და არც მომღერლები დაინტერესებულან. დარბაზი არც თუ ისე სავსე იყო და რამდენიმე პრიზიორი მომღერალი საერთოდ არ გამოცხადდა ფილარმონიაში. ახალი გაეცნო. ჰალო, Après ჟურნალი Oscar. Fortuna 97 სპეციალური დიპლომით. ისინი თუ თიკო ჯამბურია, დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე. თიკა ჯამბურია. ზეცამდე სიკეთის ხიდია. ამ სიმღერამაც ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, მუსიკა ღია ანჩელის. ტიტული გადაეცა და მე მიხარია გუერთები მათ სიხარულს კიდევ ერთხელ ჯგუფი რონდო აპლოდისმენტები. თიკა ჯამბურია და რუსული ესტრადის ვარსკვლავი ვლადიმერ პრესნიაკოვი დუეტს წერენ. ამ საინტერესო ორიგინალურ და რასთავარია სენსაციურ პროექტს მოსკოველი მეცენატი ნაული ჯანაშია აფინანსებს. პრესნიაკოვმა მოსკოვში უკვე ჩაწერა თავისი პარტია და ახლა თბილისში აპირებს ჩამოსვლას იმისათვის, რომ თიკას პარტიის ჩაწერას დაესწროს. სიმღერის პრეზენტაცია თბილისის რომელიმე ელიტარულ კლუბში გაიმართება, ხოლო რაც შეეხება კლიპს, მას ცნობილი რუსი რეჟისორი ფედორ ბანდარჩუკი გადაიღებს. გადაღებები მოსკოვში გაიმართება. ზაზაურაშვილი ახალ კლიპს იღებს. სიმღერას მაია ვარათაშვილი და ჯაზბენდის ბავშვები ასრულებენ. გადაღებების პირველი დღე კლუბ ნუა-ნუაში ჩატარდა. წავიდა მაია. სულად გილას დააყენე ახლა. რა დავაყენე? აბას არ დავაყენე. Замоди гагзел. Ара, маечка, еще раз. Туда. Прямо. ძალიან საინტერესო ანტურაჟი გამომიძებნეს, მინდა გითხრათ, საინტერესო სახეები გამოჩნდება კადრში და რა ვიცი, აბა. და სარკესთან ოდნავ ადრე დადერქი, ახლო დადერქი რა. დავай. ერთის ვირტუალოდები, როდის იქნება ხვანილდეილი დღე, როდის დადგება ხვანილდეილი დღე და როდის გადაგვიღებენ ჩვენს. Два движения. Пришла ერთი მოძრაობა, ორი მოძრაობა და ეს აღარ გინდა. Да, всё хорошо. И пошла. სიმღერა მომწონს ძალიან ორიგინალური გამოვიდა ბავშვებმა არაჩვეულებრივი პარტნიორობა გამიწიეს. მეც ახლა როგორც ხედავთ კლიპის პროცესს უყურებ და
მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და კარგი სიმღერა უნდა გამოვიდეს. მიდი მაია. Пошла. ხვალ გადავინაცვლებთ უკვე ნატურაზე და იქ გადავიღებთ კადრებს. სიმღერა ეკუთვნის რუსამ მორჩილაძეს და მაყურებელი ამ კლიპს უახლოეს 4 დღეში იხილავს ტელევიზორის საშუალებით. ჯგუფი Fresh Art გარდა იმისა, რომ მოსკოვში ყველა ცნობილ მომღერალს უდგავს ცეკვავს, მღერის და კლიპებს იღებს, თურმე დიზაინერობს კიდევაც. ბიჭები ცოტა ხნის წინ თბილისში იყვნენ ჩამოსულები ფეხსაცმელების დიზაინერ თათა ვარდანაშვილთან ერთად. ისინი ამზადებენ ფეხსაცმელების კოლექციას თავისი გამოფენისათვის, რომელიც მოსკოვში დახურული ტიპის კლუბ მუზეიში გაიმართება.